მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო ყველას და მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ხართ ჩემთან ერთად, მადლობა არხის გამომწერებს, მადლობა კომენტარის ავტორებს, ვისაც არ გამოგიწერიათ თხოვნა, მაქვს გამოიწეროთ და მინდა გავაკეთო სასიყვარულო სამკუთხედზე გაშლა. პერიოდულად ვაკეთებ ხოლმე ამ თემაზე, რადგან ინტერესი დიდია, ამიტომ ვნახოთ, ვინც იცით ნამდვილად, რომ ან თქვენი პარტნიორი იმყოფება სასიყვარულო სამკუთხედში, მაშინ ეს გაშლა არის თქვენთვის. მომზადებული მაქვს კითხვები და აი ამ კითხვებს გავცეთ პასუხი. თავდაპირველად კი მოусმინოთ სიგნიფიკაციას ურთიერთობის, როგორია ურთიერთობა ამჟამად წყვილებს შორის, ანუ თქვენ შორის, ჩემო ძვირფასებო, როგორია ამჟამად ურთიერთობა თქვენს შორის, როგორია ამჟამად ურთიერთობა. შემდეგი კითხვა, რას გრძნობს თქვენს მიმართ პარტნიორი? რას გრძნობს თქვენს მიმართ? ჩაფიქრებული პიროვნება თქვენი პარტნიორი, რას გრძნობს თქვენს მიმართ? შემდეგი კითხვა იყოს, რას გრძნობს კონკურენტი მხარის მიმართ? ანუ მეორე მხარის მიმართ, ხო? როგორც გინდათ ისე დაარქვით, გინდ კონკურენტი, გინდ არ ვიცი, ერთი სიტყვით მეორე მხარე. თუ მესამე მხარე არის, როგორც არის. რას გრძნობს მის მიმართ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება? შემდეგი კითხვა იყოს, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ურთიერთობა უახლოეს 3 თვეში თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის, როგორ გაგრძელდება ურთიერთობა უახლოეს 3 თვეში, როგორ გაგრძელდება ურთიერთობა უახლოეს 3 თვეში. შემდეგ, რას მოიმოქმედებს პარტნიორი თქვენთან მიმართებაში? 6 თვის ვადა ავიღოთ, მოდი ცოტა გრძელ ვადაში გამიხილოთ. რას მოიმოქმედებს პარტნიორი თქვენთან მიმართებაში 6 თვის ვადაში? რას მოიმოქმედებს? ასეთ ცალკე დავდებ ამას. თუ აქ დავდებ, მოდი აქ დავდებ და გაჩვენებთ შემდეგ. და რა იქნება თქვენთვის ხელსაყრელი სტრატეგია? საბოლოოდ რა იქნება თქვენთვის ხელსაყრელი სტრატეგია? ეს რაღაც რჩევასავით იქნება. ცალკე დავდებ და შემდეგ გადმოbrunებისას გაჩვენებთ, ჩემო ძვირფასებო. ნახოთ, აბა რას გვეტყვის ახლა ჩვენი დასტა. პირველი კითხვა, მართალია კადრში ყველა კარტი არ ეტევა, მაგრამ მე ყველას დაგანახებთ. როგორი ურთიერთობა ამჟამად წყვილს შორის? თვარე, 10-იანი თასი და 9-იანი ხმალი, ჩემო ძვირფასებო. რა შემიძლია გითხრათ? მთავარი არკანი მთვარე ამოვიდა. თქვენს ურთიერთობაში არის რაღაც ზედაპირული, თითქმის, როგორ გითხრათ, აი, როდესაც არ იცით ურთიერთობა საით მიდის, ხო? ანუ არასტაბილური ურთიერთობა აქ, ჩემო ძვირფასებო, თითქოს იდეალური, თითქოს ოჯახი ხართ, თითქოს თუ არ ხართ, არ აქვს მნიშვნელობა ამას, თითქოს იდეალური ოჯახის ბჭყალებში, იდეალური ოჯახის რაღაც სურათია აქ, მაგრამ ამავე დროს არის ძალიან ბევრი შფოთი, ეჭვი, დაძაბულობა ურთიერთობაში, ხო, რაღაც სინანული გაურკვევლობა, ილუზიები, შიშები, თითქოს აქ ურთიერთობა ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად წარმოაჩინოთ, რომ აი ყველაფერი კარგად არის, იდეალურად არის, მაგრამ სინამდვილეში თქვენს ურთიერთობაში არის ძალიან ბევრი დაფარული პრობლემა, ერთი სიტყვით და შესაძლებელია ღალატი და გულისტკინა, ხო, და ამაზე ნერვიულობა და განცდები, შიშები, ერთი სიტყვით, როდესაც არ იცით რეალურად მომავალი როგორი იქნება. აი ესეთი ურთიერთობაზე გვექნება, ასეთი ურთიერთობაა დღეს, თუ გეცნოთ სიგნიფიკაციასავით ეს პატარა, ასე ვთქვათ, სიგნიფიკაცია, მაშინ გააგრძელეთ ყურება და ვნახოთ, რას გრძნობს თქვენს მიმართ პარტნიორი, ვნახოთ, რას გრძნობს 9-იანი თასი, შემდეგ 5-იანი ხმალი და 7-იანი პენტაკლი. ჩემო ძვირფასებო, ვნახეთ, რას გრძნობს პიროვნება, 9-იანი თასი. პიროვნება თითქოს აი თქვენს მიმართ განიცდის სიამოვნებას, სურვილს, თითქოს სიყვარულს, მაგრამ პიროვნება არის ეგოისტი პიროვნება, 9-იანი თასი. მისთვის მთავარია თვითონ იყოს კარგად, თვითონ იყოს დაკმაყოფილებული, თვითონ კონდეს ყველაფერი, ხო? ანუ და შეიძლება ბევრ რაღაცას 9-იანი, ესა უკაცრავად 5-იანი ხმალი ამოვიდა, ხო? ანუ შინაგანად შესაძლებელია ეს პიროვნება თქვენთან მიმართებაში არც იყოს, როგორ გითხრათ, იცით,
მართალი პიროვნება, ასე ვთქვათ, შესაძლებელია შინაგანად გებრძვით კიდეც რაღაც გარკვეული რაღაც დაძაბულობა და კონფლიქტური სიტუაციაც არის აქ უეჭველი, მაგრამ ანუ ცდილობს რომ როგორ გითხრათ, იცით, როგორ გითხრათ სწორად, როგორ მოგაწოდოთ. კი, არის იმით, რასაც განიცდის თქვენს მიმართ, მაგრამ ეს უფრო თავისი ინტერესიდან მოქმედებს, თავისი სურვილებიდან, ხო, შესაძლებელია ბევრი რაღაც მაინც არის თქვენ შორის კონფლიქტური სიტუაციაც არ არის გამორიცხული, ხო? შესაძლებელია ცდილობს, რომ თქვენთან ურთიერთობა მოიგოს, ასე ვთქვათ. თქვენთან წარმოჩინდეს, რომ აი მართალი ადამიანის პოზიცია, ეს მართალი ადამიანის როლი მოიგოს და თან აკვირდება სიტუაციას, ხო? ანუ ბოლომდე სუფთა გზით, სუფთა ურთიერთობით და სუფთა გულით არ არის თქვენთან. შვიდიანი პენტაკლი გვაჩვენებს იმას, რომ აი თითქოს შორიდან ცდილობს დააკვირდეს სიტუაცია როგორ განვითარდება, ხო? ანუ საით წავა, როგორ წავა, აფასებს შორიდან, აი როგორ განვითარდება, ხო? ანუ თქვენს მიმართ შესაძლოა აქვს სიამოვნება და ინტერესიც, მაგრამ ბოლომდე არ არის თქვენთან მართალი და გახსნილი. უფრო ცდილობს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს, თავისი სურვილებიდან გამომდინარე იმოქმედოს, შემოძვირფასებო და თვითონ იყოს კმაყოფილი. აქ უფრო იმაზეა, რომ თვითონ, არ ცდილობს ეს პიროვნება, რომ რაღაც მოვლენები დააჩქაროს, კმაყოფილია იმით, რაც აქვს, როგორც აქვს და აი ეს ელოდება, როგორ განვითარდება, შორიდან აკვირდება, როგორ განვითარდება სიტუაცია, ასე ვთქვათ, აი ეს მომენტია. მოდი ვნახოთ, რას გრძნობს კონკურენტი მხარის მიმართ, ხო, რას გრძნობს კონკურენტი მხარის მიმართ. ვარსკვლავი ამოვიდა, 4-იანი პენტაკლი და 3-იანი კვერთხი, შემოძვირფასებო. ვარსკვლავი აქ როგორი მომენტია. ვარსკვლავი ეს რა გრძნობაა, როდესაც გრძნობა უფრო სიცივეა, გრძნობა და უფრო ანუ როდესაც გრძნობაში სიცივეა, ასე ვთქვათ, როდესაც პარტნიორები ერთმანეთისგან დაშორებულები არიან, როდესაც შეიძლება ერთადაც ცხოვრობდნენ, მაგრამ ემოციური თვალსაზრისით ვიძახით დაშორებას, ხო, სიცივე როცა პარტნიორებს შორის, ასევე არ არის გამორიცხული, რომ ვარსკვლავი უფრო აი გაიდეალიზებულ ურთიერთობას გვიჩვენებდეს. აი, როდესაც პიროვნება თითქოს ოცნებობს, უფრო აქ ოცნება, რომ აი როგორი ურთიერთობა უნდა თითქოს, აი ესეთ ურთიერთობას გვიჩვენებს აქ და აი ესეთ გრძნობას. 4-იანი პენტაკლი ცდილობს, რომ რაღაცნაირად შეინარჩუნოს სტაბილურობა, შეინარჩუნოს მეორე მხარესთან სტაბილურობა და აი შესაძლებელია ეჭვისა და კონტროლის ისიც არის, რა ქვია, აქ მომენტიც არის მეორე მხარესთან ურთიერთობაში, მაგრამ 3-იანი კვერთხი თითქოს იცით როგორი, თითქოს უნდა რომ აი პერსპექტივაში სხვანაირი ურთიერთობა, უფრო აი წარმოსახვით ურთიერთობას გვიჩვენებს და აქ მომავლის როგორ გითხრათ, აი როგორი ურთიერთობა უნდა რომ გქონდეს, მაგრამ არ აქვს. ეს უფრო აი რაღაც ოცნებას გავს, თითქოს ფანტაზიას, ვიდრე რაღაც რეალურ სურათს, შემოძვირფასებო, მეორე მხარესთან მიმართებაში. ანუ გაიდეალებული ხავს ერთი სიტყვით. ურთიერთობა ცივია, ფაქტია, მაგრამ ცდილობს რაღაცნაირად რომ შეინარჩუნოს მეორე მხარესთანაც სტაბილური ურთიერთობა, იმის იმედით, რომ რაღაც შეიცვლება, რაღაც უკეთესობისკენ შეიძლება შეიცვალოს. აი ესეთი მომენტია. მეორე მხარესთან. მოდი ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ურთიერთობა უახლოეს 3 თვეში, თქვენს შორის, შემოძვირფასებო, როგორ გაგრძელდება. ქურუმი ქალი, კვერთხის მეფე ამოვიდა თავად, პიროვნება მოგზაურობ და 6-იანი ხმალი, შემოძვირფასებო. რა გითხრათ, იცით, უახლოეს 3 თვეში შესაძლოა მოსალოდნელი იყოს თქვენს ურთიერთობაში რაღაცნაირად შინაგანად სიტუაციის, აი, იცით როგორ თითქოს რაღაც დაწყნარდეს სიტუაცია ცოტა შედარებით, ხო? ანუ რაღაც დროებით მაინც ურთიერთობა გადავიდეს მშვიდ ფაზაში, როდესაც აი ქურუმი ქალი აკვირდება, ხო, სიტუაცია როგორ წარიმართება, რაღაცა დაშოშმინდეს, დაწყნარდეს სიტუაცია, დასტაბილურდეს შედარებით და აი რაღაც მშვიდი ფაზისკენ წავიდეს და მშვიდი რაღაც ნაპირისკენ. კვერთხის მეფე თავად ამოვიდა, ოღონდ აქ ძლიერ ინიციატივას თვითონ იჩენს პიროვნება, ხო? ანუ პიროვნება შეეცდება რაღაცნაირად
რომ ურთიერთობა სტაბილურობისკენ, მშვიდი დინებისკენ წარმართოს, სიმშვიდისკენ წარმართოს, მაგრამ შენარჩუნებული იქნება მაინც რაღაც ფარულობა, მაინც რაღაც როგორ გითხრათ, იცით, კი ბატონო, შეეცდება ინიციატივა აქვს ამის პიროვნებას, რომ რაღაც სიმშვიდისკენ წარიმართოს, მაგრამ შესაძლებელია აი ფარულობა ისევ დარჩეს, ისევ თქვენს ურთიერთობაში ეს ქურუმი ქალი, როდესაც აი რაღაც ხდება ფარულად, ხო დაფარულად, აი ეს შენარჩუნდეს მაინც და შედარებით დაწყნარდეს, მაგრამ აი რაღაც რო შეიცვალოს მკვეთრად, არ არის გამორიცხული კიდევ ზოგიერთთან იყოს ის ფაქტიც, რომ იყოს აქ პერიოდულად პარტნიორის წასვლა-მოსვლა, ესეთი დინამიკა შეიძლება შენარჩუნდეს, ანუ როგორც არის, ვთქვათ, ხო, თქვენთანაც იყოს და პერიოდულად ურთიერთობიდანაც წავიდეს, ხო, იყოს აი წასვლაც ხოლმე. აი ეს მომენტიც არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთთან ეს ფაქტორიც იყოს. ჩემ ზუსტად საჯარო გაშლა თქვენი რაც არის ინფორმაცია ის მიიღეთ და მოდი მაინც მე დავაზუსტებ ამ 6-იან ხმალს, ხო? რაზეა აქ საუბარი 6-იანი ხმალი რას გვიჩვენებს? რას გვიჩვენებს 6-იანი? ხო, ну აიცით როგორი მომენტია. პერიოდულად თქვენმა პარტნიორმა შესაძლებელია თქვენმა ჩაფიქრებულმა პარტნიორმა შესაძლებელია იყოს ტაიმაუტი თქვენთან მიმართებაში, ასე ვთქვათ, იყოს პერიოდულად გაუჩინარება, წასვლა, ერთმანეთისგან დასვენება, ასე ვთქვათ, შესაძლებელია აი ეს მომენტიც იყოს ზოგიერთთან, ჩემ ძვირფასებო, ანუ როდესაც რაღაც პაუზაა ხოლმე ურთიერთობაში. მოდი ვნახოთ შემდეგი კითხვა, რას მოიმოქმედებს პარტნიორი თქვენთან მიმართებაში, ავიღოთ 6 თვე, ჩემ კარგებო, 6 თვე. სულელის არკანი, შემდეგ სამყარო და აქ რა გვაქვს? პენტაკლის დედოფალი, ჩემ ძვირფასებო, ნახეთ აქ რა ხდება. არ არის გამორიცხული, რომ 6 თვეში სრულად შეიცვალოს სიტუაცია, შეიცვალოს სურათი ურთიერთობაში, შესაძლოა დასრულდეს რაღაც ეტაპი თქვენს ურთიერთობაში და დაიწყოს ახლიდან სრულად ახალი გზა, ხო? იცით როგორი მომენტია, ხა პენტაკლის დედოფალი ამოვიდა, შესაძლებელია თქვენს ფიგურაზე მიუთითებდეს, როგორც სტაბილურ პარტნიორზე, ხო? დიდი შანსია, რომ მომდევნო 6 თვეში ურთიერთობა რაღაც ახალი შანსი მიეცეს ურთიერთობას, ახლიდან სუფთა ფურცლიდან დაიწყოს და რაღაც გაჩნდეს, აი გადმოდგას თქვენსკენ ნაბიჯი როგორც სტაბილური პარტნიორისკენ, ასე ვთქვათ. აი ეს მომენტი შეიძლება იყოს ძალიან ბევრთან მე დავაზუსტებ პენტაკლის დედოფალი, აქ რაზეა საუბარი საერთოდ. ანუ არ არის გამორიცხული, რომ 6 თვეში სურათი მთლიანად შეიცვალოს და ახლიდან დაიწყოს რაღაც ურთიერთობა, ახალი შანსი, ახლიდან ახალი რაღაც პერსპექტივა და შანსი გაჩნდეს თქვენს შორის, რაც თქვენ სტაბილურობის განცდას მოგვანიჭებს და სტაბილურობის განცდას მოგიტანთ. ნახოთ აბა ერთ დავაზუსტოთ მაინც რაზეა აქ საუბარი. იცით რა როგორი მომენტია აქ? შესაძლებელია პიროვნებამ აი მარტოობაში ყოფნის პერიოდში რაღაც პერიოდი აქ გვიჩვენებს იმას, რომ შესაძლოა ზოგიერთთან იყოს პარტნიორის წასვლა, ფიქრი იმაზე, რა მოიმოქმედოს, საბოლოო გადაწყვეტილება რა მიიღოს და ვფიქრობ, რომ აი მარტოობაში სწორედ გაანალიზებს და მიხვდება იმას, რომ საჭიროა პასუხისმგებლობის ხელში აღება, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და აქ ძალიან დიდი შანსია იმის, რომ ეს ნაბიჯი იქნას თქვენსკენ გადმოდგმული, ჩემ ძვირფასებო, მე არ ვიცი ხო რომელი მხარე მიყურებს, მაგრამ რაღაცა შესაძლებელია უახლოეს 6 თვეში სიტუაცია ისე წარიმართოს, რომ აიღოს პასუხისმგებლობა საბოლოოდ პიროვნებამ, ყველა აი როდესაც მარტო დარჩება, მიხვდებათ რაღაც გაანალიზებს შინაგანად, ხო? მიხვდეს იმას, რომ თქვენ ხართ მისთვის რამდენად ძვირფასი ხართ, რამდენად ღირებული პიროვნება ხართ მისთვის და შესაძლებელია აი სწორედ ეს პასუხისმგებლობა აიღოს თქვენთან მიმართებაში, მაგრამ მე მაინც 10-იან კვერთხს დავაზუსტებ, კიდევ აქ კონკრეტულად ვიპასუხეთ, რას მოიმოქმედებს თქვენთან მიმართებაში, ვინც ამ გაშლას უყურებს, ჩაფიქრებული პიროვნება, ეს პასუხისმგებლობის აღება ხელში თუ უბრალოდ კი აი ორიანი თასი ამომიბრუნდა.
შეიცვლება, ტრანსფორმაციას განიცდის ეს ურთიერთობა, გადმოდგავს ნაბის და არჩევანი იქნება აქ გასაკეთებელი ჩემო ძვირფასებო. ნახეთ, თასის მეფე. პიროვნება გადაწყვეტს, რომ აირჩიოს ის გზა, რომელიც მის გულთან უფრო ახლოა, რომელიც პასუხისმგებლობას აკისრებს და პასუხისმგებლობას აიღებს. გადაფასება მოხდება აქ შეხედულებების ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება ჩანს და მოდი ვნახოთ პერსპექტივა რა იქნება, ხო? რაღაცნაირად თითქოს იმედის მომცემი იყოს ეს ბოლო სურათი რაც ვნახეთ და მოდი ვნახოთ თქვენთვის რა იქნება ხელსაყრელი სტრატეგია, თქვენთვის რა იქნება ხელსაყრელი სტრატეგია, აქ ხუთიანი პენტაკლი, კვერთხის პაჟი და პენტაკლის პაჟი. ჩემო ძვირფასებო, აქ როგორი მომენტია, იცით, რა იქნება ეს ეს ბოლო კითხვა რაღაც ერთგვარი რჩევაც არის თქვენთვის და გაფრთხილებაც, რომ შესაძლებელია აი ბევრი სირთულე არ იყოს მარტივი ხო თქვენთვის და რთული იყოს ის ყველაფერი რაც მოხდება იმ პერიოდში რაც ჩაიფიქრეთ ხო, მაგრამ აქ ტარო მიგანიშნებთ იმას, რომ თქვენთვის გამოსავალია ახალი შესაძლებლობები და ახალი საწყისი, ანუ ახლიდან დაიწყოთ ყველაფერი, ხო? აი ბევრი რამ უნდა ისწავლოთ ამ ურთიერთობიდან ბევრი გაქვთ სასწავლი, ბევრი რაღაც გამოცდილება შეიძლება მიიღოთ და შეიძინოთ, მაგრამ და ეს შესაძლოა არც იყოს მარტივი, იყოს რთული ძალიან, ხო? ანუ იყოს პერიოდულად რაღაც გაციება ურთიერთობაში, გრძნობის რაღაც ემოციის, მაგრამ და არ იქნება ადვილი, ხო? შესაძლებელია სრულიად შინაგანი სიცარიელეც იგრძნოთ და მარტო იგრძნოთ თავი, რომ თქვენს გვერდით არავინ არ არის, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა გარშემო იყვნენ ადამიანები, თქვენი გულშემატკივრები, მაგრამ სწორედ აი თქვენთვის ხელსაყრელი სტრატეგია ის იქნება, რომ არ გაჩერდეთ, სიძნელეებს არ შეუშინდეთ, განსაცდელში არ ჩავარდეთ და დაიწყეთ ახალი გზების ძიება, ახალი როგორ გითხრათ, გამოსავლის ძიება, ხო? ანუ ისწავლეთ იმ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ეს ყველაფერი სირთულით ვსწავლობთ ჩვენ ცხოვრებას, ხო? შემდეგ როგორ უნდა მოვიქცეთ და სწორედ აი ეს ამას გეუბნებათ, რომ თქვენთვის ხელსაყრელი იქნება, რომ აი ეს გაკვეთილები კარგად ისწავლოთ, ხო, იგივე შეცდომები აღარ დაუშვათ და ახალი გზები, ახლიდან დაიწყოთ ყველაფერი ერთი სიტყვით და მისცეთ თქვენს თავს ახლიდან დაწყების შანსი. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო. ვნახოთ, მეც მაინტერესებს თქვენთან ერთად. არ ვიცი მე რომელი მხარე მიყურებთ, მაგრამ აქ საჯარო გაშლის ასე ვთქვათ ფარგლებში მეტის შესაძლებელი იქნებოდა, რომ ინდივიდუალური რომ ყოფილიყო ეს გაშლა კიდევ სხვა კითხვებით უფრო გარკვეულად ამომწურავად გვესაუბრა და გაგვეკო სიტუაცია, მაგრამ აი ეს მოკლე გაშლა თუ რაიმეთ დაგეხმარათ, თუ რამის გაგებაში დაგეხმარათ და რაღაც მინიშნებები და რაღაც შეკითხვებზე პასუხი რაღაც ცოტათი მაინც მიიღეთ და თქვენი ინტერესი დააკმაყოფილა ერთი სიტყვით და გაერკვეთ სიტუაციაში რაღაც ნაწილობრივ მაინც თუ გაერკვიათ თქვენს სიტუაციაში, მე მოხარული დავრჩებით, ჩემო ძვირფასებო. ჩავთვლი, რომ ყველად არ ვაკეთებ ამას და ვიღაცისთვის მაინც იქნება რაღაც საინტერესო და ვიღაც მაინც გაიგებს რაღაც მისთვის საინტერესო ინფორმაციას მიიღებს ერთი სიტყვით. მადლობა და ნახვამდის.